Აი გამარჯობა თქვენი, დღეს დასაწყისშივე გეტყვით რომ გურმანის ეკალში არის სტუმრიანობა. მე გავსინჯე რამოდენიმე ხნის წინ, თქვენ ანახი ექნებათ ამ ორგანიზაციის პავილიონ გარდენის გენერალი კერძები და გადავწყვიტე ჩემი ძმაკაცი, ჩემი მეგობარი, სული და გული, აღმოსავლეთ საქართველოს შვილი, ირმების გადმოსახედის კონკრეტულად კახეთის შვილი, ატა გულიაშვილი, ლექსიც გამოვიდა. მომეწვია დღეს და ერთი გემრიელად შეუბერავთ. თან ატას აზრის მაინტერესებს როგორ მოეწონება ჩემს მიერ მიტანებული კერძი. მეორედ როცა მოხვედი და ამას ამბობ და როცა დამირეკე წავიდეთ, ესე იგი კონკრეტულ ობიექტზე რომ მეორედ მიდიხარ, ეხლა ყველამ ქართველმა იცის რომ значит რაღაცა მაგარი ხდება რა. გამარჯობა. კი ბატონო, ჩვენ მე და პაატამ გადავწყვიტეთ ეს რომ საერთოდ არ ჩავიხედოთ მენიუში და თქვენ მოგანდოთ ჩვენი გაკვირვების საქმე და გაგვაკვიროთ გეცოთ. ჩვენი აპეტაიზერით, ცხელი. ის ხო. ჩემ საპატიოსაცემო და არის. ეხლა თელავი განსაკუთრებით ამაყობს ახმეტასთან ახლო და იმიტომ გუდისყველი აღდათ ვიცი რა. იმიტომ რომ რავი, როცა ყველის ჭამა დავიწყე გუდისყველით. აბა მაშინ თანსაკ. უკვე კარგი არის რომ ტარხუნასთან ერთად ერთ მნიშვნელოვნად უხდება. კი ბატონო. ერთ სიმღერა გამახსენდა რა. ერთად ვიყოთ ლუკმა ვიყოთ გემრიელიო, ისე ტარხუნა და გუდისყველი. ეგ არის. ასე ვთქვათ, სიჯოთ ეს ჩვენი გვინოები. კი ბატონო. ახალშობილის საფერავი. არა მშრალი ფერი. რომელიც თვითონ დავარგებული დატკბილები. ეს ხაცითელი, ეს მანავის წვი. მე მაგ გასინჯული აქვს საფერავი და რა თქმა უნდა გასინჯული მაქვს გაწითელი. საის მანავი არ გამისინჯებს. ახლა აქ ისეთი ამბებია რომ ეს ინგრედიენტები აქ რაც არის რა. არის რაღაცნაირად აბსოლუტურად მიბმული ქვევზე, კახეთზე იმაზე და მოდი მე მაინც დავიწყებ თეთრით და მოვსვა უბრალოდ და გაგვიმარჯოს. თეთრი. დიახ. აპეტაიზერის შემდეგ მე შემიძლია შემოვთავაზოთ ჩვენი საფირო. ფოსკე წვადი კეთზე, რომელიც კივში კივის წვენში მზადდება ჩვენი შესაძლებლობით. ბატკნი ჩაქაფი რომელიც სეზონურია, მაგრამ თქმა უნდა პროფესიონალია. დიახ. ვაჟეში ქათამი რომელიც ზვალ გამოცლილია. ზვალ გამოცლილი. თქმა უნდა ზვალ გამოცლილი. კარგად მიდის, კარგად. მართლა ეხა უკვე გაკვირვებული. ჩვენ როგორ უნდა გავაკეთოთ? ეხლა უკვე ხო არ დავიწყებთ. ჩვეულებრივი სახიდან და ნელ-ნელა რო გაკვირვებას უმოწმოთ. ანუ სრულიად საქართველოს რომ მოვიწვით, ხო? იდე? დიახ. გენაცვალე შენ მიდი დაცხეთ რა. შენ ბაისო ჩაკაფული რო ახსენა რა. პატარა კახელს რო კითხეს, იცი? გაზაფხულის სამი მცენარე გითხარიო. მოდა ტარხუნაო, ტყემალი და ბატკანიო. რაც ცოტა ბავშვა. აბა აი იცი როგორ ყველაფერი დავაგემოვნო. ბევრი არ გადმომიღო. აი საკმარისია ჩემთვის. საინტერესო. კახეთში ამას ხო იცი ასახიან შენ. მოთხოვნულ ხორცს. აი ანუ ძვალგამოცლილის მუღამი მაინტერესებს მაგარ რა. ანუ ძვალის გამოღება როგორ შეიძლება ისე რომ ეს სისავსე ერთ-ერთი სერიოზული მონაცემია კარგი შეფზარეულს. ხო არა, მაგას რო აკარატეს რო აკარატეს. როშლიან ქათამს. ნუ ნანახი მაქმე და ეს არის აბსოლუტურად გებრიელესი რაღაცა რა. სახში გაკეთებულია, დედა რო გააკეთეს, ხო იბებია. რა კარგად შეზავებული ბაჟია, ვა. კარგია. რაც თავარია ეს ყველაფერი ნატურალურია, ხო შევზე როგორც მითხარი. ეგრევე თვითონ ხორცსაც ეთყობა რა. როგორ მოყვება, როცა ჭრი, როცა მიირთმევა, აი ღეჭვის დროს. ალმახი ზოგადად სამში. აუ ეს ნახეთ რა. ეს უნდა აჩვენოთ ახლო კადრიდან რა. შეხედეთ ჩემს ყალმახს. იზილალათი
ტასასაც შეხედეთ. არ ვიცი რა, მე ასეთი რამე არ მინახავს. ვიზუალი არის კარგი, თვალი ჭამს და თვალი სვავს, ხო იცი? მაგ გარნირით. რაც აუცილებელი. ეს გარნირი, ნახე რა არის, ეს ჭიქა კი არაა, პამიდორი ყოფილა. ხო, ანუ. ვაუ! მე კიდე მეგონა რომ რაღაც ლამას ჭიქაში იყო, ხო? ასრულებენ ჩემ სურვილს, რომ გაგვაკვირვებო და მაკვირვებო. აბა ვნახოთ. ვენახი. ფანტასტიკური რამეა. აი არ ვიცი რა, რომ შეიძლებოდეს ამის გადმოცემა ეხა. რა გემოებიც არის. აუ! ამას გაკვირვება კი გაოცებული ვარ. გაოცებული. თოვანება. ვიცი ამოვნებით დავამთავრებდი, რომ ბევრი რაღაცები არ მქონეს გასასინჯი რა. მაღალ სამზარეულოსთან ნაზიარები კაცის ხელი ეტყობა ამას. რო ესმის რა. აი რომ მოვა ახალი კერძი გადავა, თორე ამას რო შევჭამ სხვას ვეღარ გავსიჯამ. შეიძლება აქ არის თემა იმის რომ ჩვენ გარდა იმისა რომ გემრიელად მივიხნეთ თან მრავალფეროვნებასაც სინჯავთ, ამიტომ შენ რამდენი რამხელა ულუფაც გესიამოვნება ის უნდა. ძალიან მაგარია. 10 ბალიანს ახლა მე ვერ დავკმაყოფილებდი 100 ბალიდან 100 კულა ამ კერძს რა. ეს არის გამოთ ჩვენთან ჩმოხდა. კაცო, თქვენ იმდენ რაღაცა უნდა მიირთვათ, რომ ჯობია რომ აღარ. ხო და მე ხო ჩემი ის ამაქვს. იცის კაცო, ჩემ ხელა ნაველა ქოხედავა. იცის რამდენს მოახერხებს, რა თქმა უნდა. ჩემი ტრადიციული პანორამა პიცას, რომელსაც უეწონა რომ ადგა კაპანდა გადაიღო ერთი, ანუ სისავსე აღარ აქვს, მაგრამ ვინ კითხულობს სისავსეს, როდესაც აქ გემოებზია საუბარი. ნახოთ აბა რას მივიღებთ. საოცრება ხო? აუ, ამაზე ამბობენ, აი ხა მე ხო იცი კახურიში მაგალითი მომყავს ხო რა. ესე იგი ამაზე ამბობენ რომ ბები ჩადებული ყველიაო რა, რო არ ენანება. თან რაღაცა გემოები აქვს ისეთი რომ აი ადამიანი რომ მივა პიცის შესაკვეთად გამორიცხული აქ თუ არ შეჭამა, ის სხვაგან ვერ შეჭამს რა. არა. თემა არის ის, რომ ზარეულის ხელით ეტყობა ყველა. საინტერესოა რა. შევაფასეთ კერძებით და მოდი ახლა გადავიდეთ სასულზე. საფული ახლოვდება და შესაბამისად ამის კოქტეილების ფართო არჩევანზე. ეს არის ჩვენი საქმე კოქტეილი მედუზა, რომელსაც ვსაუბრობთ. სამუშაოს დავუკვირდით ახე რა ხდება. როგორც ამერიკის ფორენი ეხლა ნახეთ რა თემა იშლება. ჩვენ არა მხოლოდ კერძები, არამედ ჩვენ სასმუზეც შემოგზავნეთ. აუცილებლად. ძალიან კარგი. ვინო კოქტეილი. ჩვენთან ყველაფერი გემრიელია. გენაცო, აშკარად გეთანხმები. ეხლა თუ შეიძლება, აი ეხლა ამას ესე ერთი წამი დამელოდეთ. შენსო შევნა გადაკარა. ეს თქვენ მაგასინძოთ. ვა, გამომართვით. მადლობა. უჩებ არ გადავარდეს კაცო. არა. თუ შეიძლება შევიფასეთ ჩვენი კოქტეილი. ყველა ბიჭო ესე იგი. ზურგზე არ დაეჭე შენსო. აუ, იაგერის სუნი ვიგზენი ეგრე. მოგდალით, ესე. ვეგდები ხელოთქვა. შევიფასეთ ნამუშევარს. აუცრება. კაია. ძალიან მაგარი. ხო, მაგრამ შენ ეხლა ამას ვეთანე პატარა თოკი უნდა გამოგიბადო. არ გადაგწევ. აი ხარეთ შეგეძლოთ. ეს არის? ეს კონკურსი. ამას ხო გამომიჩ. ბოკეტს. ყველა აუ რა სუნი წამოიღო ნახე. ო, მაგარი. კივის соуში. თავშივე გვითხრა ჩვენ და გამაინტერესა. ეხლა სხვადასხვა ამბებია ხორცეული, თევზეული რაღაც. მე გელოდები რომ ერთად მაინტერესებს რომ ისკულა. რა გემონე, აქავა. ნუ არომატი ეხლა კიდე ერთხელ ვიძახე ერთ შენიერ დღეს ალბათ ტექნოლოგია მივა იქამდე რომ
ტელევიზიით არაფერი არ გვეგონა ხო აი რაღაც გადაიცემა შეგრძნებები და ამაზე ჩაწერდა იქნებ ტელევიზორიდან რომ დიახ ეს ის არის თაშმი მოდის და მოდის აჰა ეს მოსკეცი ხო კეთილ ნახეთ შეაფასე და თაშმიჯაბი აგე ხბოს ხორცის სირბილეზე ვარ შოქში ხო ჩემთვის ახლა არსებობს რესტორნები და ყველასთვის ცნობილია და ადგილები როცა რაღაცა სხვა საკვებს აჭმევენ და რაღაც ეთყობა რა არა გაყინული მე რომ მოიტანენ ფერზეც ეთყობა ამას იმდენად ჩვილი ხორცია რა ჩვილი რბილი რომ აქაც კახური უნდა მოვიშველიო ტერმინოლოგია და აი როგორ ნიგოზი იგეთი აი დნება პირში და ამიტომ ეთყობა რომ აშკარად ზრუნავენ ჯანსაღ პროდუქტებს რა მე ხალას გეუბნები უყურე წესით აი ეს ამბავი თაშმიჯაბი და ხბოს ხორცი კეთზე უნდა კომბინირებდეს რა როგორც ხომი და ხარჩოს ვიჟენია აბა ერთად დააგებინე ეს ბატკრის ჩაკაფულიც უნდა გავსინჯო კაი პურმალი და თამადა გვაკლია თუ ისა პურმალია და თამადა გვაკლია მე ამაზე ვერ ვიტყვი ვარს ვაუ ვა რა კაი კაცი ხარ რომ დამპატიჟე ბევრი არა იმიტომ რომ ახლა ბევრი მომივიდა ეს საკმარისია დასაგემოვნებად წინას არ შევარჩევ ხოლმე ნო და დაგიძახებ კი კახეთში ხო ხარ პატერთორი აუ გეუნები რა კახეთში ეხლა ვიღაცა იტყვის რომ დასხდნენ ახლა აკადა სპეციალურად ყვიდან აჰაჰა უბრალოდ უნდა მოხვიდეთ ნაღდათ უნდა გასინჯოთ ეხლა ყველანაირი გადაჭარბების გარეშე ვიძახი იმენა მაგარი გემრიელი ტოხლებია რა აი მაგარი ეხლა გაპრანჭების გარეშე პირველი რაც არის მნიშვნელოვანი როგორც სახში დაგიმზადოს აი ო რა სახლის ხელი ეთქო ხო და რაღაცა გემოები ყველა რაც გავსინჯე დიდი მადლობა რა აქაურობას ესე იგი ეხლა იმისი არ იყოს ბირჟაზე როდგანან და ვიღაცას მოასვენებენ გესმის და ვინ არისო ერთი კითხულობს და ეგ არის შეკაცო სპორტსმენი კაცი იყო მაგარი ჯანსაღი ცხოვრება არ ეწეოდა ქალები შედადიოდა არ ჭამდა არ სვავდა ურთხილდებოდა მარტო ციციბურაზე იყო გაატარეს მეორე მოყავთ 15 წუთში რა ეგ ვინ ეგო ჩვენი მიტვაო ჭამდა მაგარ საჭვენესო გემრიელად ცხოვრობდა ეწეოდა ქალები საყვარლები ცოლები და აი ეგ დაი გარდაიცო რა მოდახიდა 15 წუთში ყოფილა სხვაობა წამოდავლიოთ მაგის ეგ არის რა 15 წუთიაში სხვაობა და უნდა მომბრძანდეთ დალიოთ აი დრო გაატაროთ და მიირთვათ უგემრიელესი კერძები რა აბა ჩაკაფულზე გავიწიოთ გავიწიე და ნახე მე უკვე მივხედე მაგ ამბავს ეხლა მაქსიმალურად ვცდილობ რომ ზრდილობიანად ვჭამო გესმის თორე ეხლა რამე დაიცე პურები ჭამე კაცო ეგ ერთი გადაცემა არის მიეცი ქავს სრული თავისუფლება აქ არასოდეს არ ვიპრანჭები ხოლმე მე ჭამის დროს როგორც სახში ვჭამ ისე მაღაზიის ფოთოლში ვა კიდე რაღაცეები ბონუსები მოდის ხედავ ხოლმე არ გითხოვთ თქვენ და უცებ გაჩნდა მოდი ამ ეს ტოლმა ამავეთებში რო გავსინჯო როგორ გეგადრებთ არა ჩვენთან ეს ვერ ჩავჭერი ხედა გეგე სულხანიშვილის მამას ქონდა კაი ტალავერი რა გარდაიცვალა ეხლა და ამან არც გასხლა არაფერი და ეს ფოთოლები გავიდა და მეზობელი ჩამევლეს თურმე ყოველდღიას და გაყიდავს ამ ტალავერს და ესე შევა და შეაღონა რა ერთი თვე და გარეთ გასაგონა ხო რატო არ უვლისო რა ეს ფოთოლი გამოიზარდა გაიზა ერთის მერე დახვდა კარებთან გეგი და რომ დაიწყო რა მე ღვინო არ მიყვარს მე ტოლმა მიყვარს ვაზის ფოთოლში და ფოთოლები აი ეგ არის და ამასაც გავსინჯავ ეხლა რა და ეს აუცილებელი ამბავია არა ბატკანის ხო არამეა მე თან ეხლა მაგარი სეზონია ხო ხვდები ხა რა მე ამ სეზონზე ესეთი გემრიელი ბატკანი არ მიჭამ
ჩამოიარა ჩაკაპულებმა აღდგომის მერე ბევრგან მომიწია გასინჯო, მაგრამ თემა რა არის, იცი რომ ეხლა მოსასწრები და გასასინჯი კერძი არის ეს. მოიცა. ან განახოთ როგორ გამოიყურება. ჩემი საქმე რომ ხუთიანზე შევასრულო ამისთვის. აი სტოლმა ესეთი უცნაური ის დაждებს გემოები. რა ვიცი რა. მოდი გინა ცოტა ხა მე გადავიღებ და გადმოჯებ. მაყრა გეუბნები. აბა. აუყოთ ტოლმას ერთი. მაგრები არის. პელები არიან. ბრავო. მიორი რაღაცა ფინზი. ბრავო, მზარეულს ბარავ რესტორანს აუ და რაღაცები დავიჭირე და ვაა. კაი აღარ მინდა, აღარ შემიძლია. პლუსი 100,000. კიდე უნდა მოვიდეს რამე? რაღა უნდა მოვიდეს, აღარა გვაქვს თავიდან. 1-2 კვირის წინ ვიყავი ზომხეთში, იქაც ჩავწერე გადაცა. ხო? იქაც მომიტანეს, მაგრამ აი სასწორზეც არ დავდებ იქითაც. ისეთი მაგარია. ბატყნის წვადი არის მაგარი სეზონი ახლა ამისი. ეხლა ვიავიღებ. გადაიღე მოდი ახლა ეს თუ გინდა ესე და გოუპროთი. ხო ჯერ სისავსე გადავიღოთ მართალი ხარ? არა დღეს ისე გემრიალად ჭამთ რომ გვავიწყობ, მაგრამ ეგრევე რომ მოდის კერძი, ეგრევე ვიღებ. აჰა, ეს არის ჩვენი ბათქანჩიკი, ნახე. რა თემაა. მაგარი. აბა შევერსიეთ. შენ იცი რომ მე აღარ შემილია? მარტო უნდა უყურო, აბა კაცო ესეთ რაღაც. არა, რაღაცნაირად უნდა შევეცადო რომ პატარა ნაჭერი ავიღო ხოლმე რა. აბა ხორცი როგორ დამემორჩიო, ხო. რა თუნდა ჩანგალი რო ჩაარჭე ხო წავიდა ბოლომდე, გაიარა. აბა ეგრევე დამემორჩილა კი არა? ვიდეო პატრულის ოპერატორზე ცუდი საქმე აქ იცოდე. აა დაჭავებული ვარ ხოლმე აქაც. პირველი წელი მივხვდი. მზადებული. ძალიან გემრიელი, ნუ არ ვიცი რა. ხორცი. თან ეხა გეტყვი თემას რა. ხორცი იმისათვის რომ ესეთი რბილი იყოს, ცოტა სამზარეულოს რაღაცეებში ჩავიხედე. ამარინადებენ. რო ესეთ კონსისტენციამდე მიიყვანო და მე მარინადის რაღაც სუნელების გემო და ეხა ამას მარინადის რა ანუს ასტარონი გემოები გააქვს პირში რომ ჯაო ესე იგი ცოცხალია. ახალია ხო რომ მარინადი აღარ ჭირდება პირდაპირ ეგრევე იმოშვება შენ ხა ის მითხარი შენ ხო ჩვეულებრივად კლასიკურად გევასება მთვარის ჭამა ყოველგვარი საწებლის გარეშე ხო, ბრა. მე კიდე წერა ხო გითხარი, მოთხოვნული ხორცი არ უყვართ კახეთში. აი იცი რა მე გეტყვი პირველი შეტევის მერე. პირველი შეტევის მერე, აი. ნახევარი შოთი რო გაქვს პირში და ეგეთი გემრიელი მწვადი. რო გაძიძგნი და დააყრი ერთი 4-5 ნაჭერს რო შეჭამ. აი პირველი ამოსვენთვის მერე შეიძლება რომ ღვინოსთან ტრუპის დროს რომ აი გაუსვა ტყემას რომ დიასახლის არ ვაწყედინო რა. და ეს არის ჩვენი საფილმო დაკებილი ხინკალი. დაგვიგემოვნეთ, არის ხოლმე საქონლის ხორცით, უმწამილო და ხილი რა. ამას გასინჯავ, მე ამის უნდა ჩამოხვიდია. ეს არის მეგრული კუპატი გაშლილი. ჯურჯანი ქვია მაგას ნეულად რომელიც ჯურჯანი ხო? ჯურჯანი კი ბატონო ახლა ასეთი ვიზუალის მერე მეც გადმომიღე მაგას შევჭამ. ხო და შეიძლება ტყუილი სუპი და მომიდეს და ჭამდა გამომყვანა. და ეხლა კიდე უკვე ლაპარაკს აღარ გვაცია ლაზური ხაჭაპური, ლაზური ხაჭაპულის გასინჯო რომელიც თქვენ უკვე დაგემოვნებული გაქვთ. გამოჩი აღარ შემილია ხალხო გემრიელია ყველაფერი გეუბნებინო. როგორ აი ჩემგანა გაქვთ 3 ჰო. 3 ჰო. აჰა, აი მას უნდა მოასხა ცოტა. საოცრება.
მე არ მიყვარს ტრემალი. ამას უხდება ძალიან იმის პომიდორის საწელი. საქართველოს კუთხეებში ვიარეთ, ფაქტურად. მართლა გაგვაკვირვეს მე. ფაქტურად გამოვედით ტრასაზე, ავტობანზე და ეგრევე გავჩერდით. გაოცებული და შაღონებული ვარ. საქართველოს შემოვიარეთ. даже იტალიაში ვიყავით. აბა. აჰა, ესეც ჩემი სრულდა, ნახე. ვინ დაქტოვებდა ახლა ისე? ესე იგი თევზის მიმართულებით, ხორცეულის მიმართულებით, ცომეულის მიმართულებით არის აოცრება რა, ყველაფერი. ან მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს არის ჩვენი სამყარო კერძი, რის გამოც ჩვენთან სულობა ნამდვილად ხდება. გემრიელად ვერითვით. დიდი მადლობა თქვენ შემოგევლეთ. უგემრიელად მე პირველად აკაურობა მომეწონა ყველაზე ძალიან. ესა? კაბაბი, ხინკალი და კიდე ფაშმიჯაბი და ბევრი რაღაცეები გავსინჯა სხვადასხვა, მაგრამ ლაზურის გავსინჯა. ანუ ესე იგი კიდე ბევრი რაღაცეები. ახლები უფრო მეტია ეხლა. მოხდება ნამდვილად. მადლობა. შეიძლება. ამას პირდაპირ დაძევინა. ოპა. მე რო ესე მიყვარს. იცი რა არის? აჩა გაოცების ვარიანტები გამითავდა. არა მაქვს. ხო არა, ნუ მე შემიძლია ფინალისკენ თუ ვარ თქვა რომ კიდევ ერთხელ ჩემ ძვირფას ადამიანებს ვისაც ჩემ შემოქმედება უყვარს და პატივცემს ასე თქვა ჩემ გემოვნება შემოქმედებაში ყველა მიცის რომ პირის გემოც კარგი მაქვს. უბრალოდ თამამად შეგიძლიათ გითხრათ რომ ნამდვილად მენდეთ დიდი მადლობა შონზოს რომ მომიწვია და მივხვდი ძალიან მაგარ ადგილას არ ყოფილვარ თურმე და ცოდნოდა ეს ადგილი მე აქ ვარ ჩემ მეგობრებს გადავცემ გადაეს თქვენ მეგობრებს რომ ეს არის რა ვიცი საოცრი იმაში გიორგოვის თვეში რო არის 50 ელატინი ჩაოსვე და გადაეს დარდაებ აქ პირი გადაეცით რომ აქ მოისულება მოვიდეს ყველა უწუწუები არ ჭირდება პირდაპირ მიდის აია ნახოთ ეს არის ხილი ხა ზუსტად ისევის არის ზუსტად ისევის არის გემრიელს მწვანილო თქვენას ხინკაც პატობააბას ეს არის არქაული პაკეტი რომელიც აჰა გემრიელია ძმაო ანუ 10-დან და ბაბადან რომ მოდის ისეთი ხინკალია სანამ ჩეკი მოვა იმიტომ რომ ჩეკს რო დახედო მე შეიძლება აზრი რაღაცებზე შეგეცვალოს ეხა აი სუფთა აზრი ყოველგვარი ჩეკის და ჯიბის გარეშე ინტერიერზე სუფთა აზრი სერვისზე და მომსახურებაზე სუფთა აზრი გემოებს ნუ ინტერიერი თავიდანვე ბევრი ვისაუბრე რომ ეს არის არაჩვეულებრივი გარემო შტაბეჭდება მრჩება რომ რომელიმე თეატრის კარგი მხატვარი მოიყვანეს და გააკეთეს შეიძლება ასეც არის არ ვიცი მაგრამ ძალიან გემოვნებიანად ის რა გადატყლარჭულიც რო არ არის და ეს ზუსტად იმ გარემოს რაც კი ბატონო ნუ ეხა ამაზე გადაცემის ხელობის დროს ისეთი რეაქციები მქონდა რომ რა ვიცი არ მგონია რომ ვინმე შეჭვი შეეპაროს ვერანაირად ვერ ვითამაშებ მაღალი დონის სერვისი კიდე ერთხელ ხას უსვა ოჯახთან ერთად მეგობრებთან ერთად მოვბრძანდით ის სიამოვნით და აუცილებლად იტყვით რომ ვენაცვალე შენზოს და პატას რომ გაირჩევა მოგცესო ზარეულს აუცილებლად გადავკოცნი რო წავალ და ვეტყვი რომ დიდი მადლობა ასეთი გემოვნებიანი გემრიელი რა ვიცი აი ჩემი მხრიდან ნაკლი არა აქვს გენასვლა კაი ეხა ვარაუდის ამბავი თქვათ და შეუპე მე მოვთხოვოთ ჩეკი რას ვარაუდობ დაახლოებით მოზომილად იმიტომ რომ
ქალაქგარე თუ არ და ქალაქზე იაფია. ბევრი არ ლაპარაკო 200 ლარის ფარგლებში ვფიქრობ რომ უნდა იმერყეო სამან. რატო ახლა ნახე არ არის იაფი თევზი არ არის იაფი ცხრის ხორცი განსაკუთრებით ცხრის ხორცი სულგუნი კუპატი აი რომ იყიდო ესენი და გაამზადო ინგრედიენტები ძვირია გესმის იგივე ნუ კაკალი დაუშვათ ასე თან ახლა ეს ხო არ არის რაღაცა 1-2 კაი ჭამენ მაგასა გვეყოდა ვჭამეთ ხო შევესიეთ კარგად აი 250 მაქსიმუმი 200 მინიმუმი კარგი აბა მოვითხოვოთ ჩეკი ესეც ასე ლამაზად გაფორმებული ჩეკი და გავარტყი ბიშტი შენ ჩემო ბატონო რატო მეური გული არ გავა ვალა რას მეუნები მანახოთ 128 ლარი ნუ რა ვიცი აბა ეხლა კახურად უნდა გითხრათ ვინც არ მოვიდეს აქა არ ვიცი რა ხომრობით რა თქმა უნდა ჩემო ძმებო დაიკოებო ათ კარგო ადამიანებო შვილებო რა ვიცი 128 ლარი მე დაგპატიჟებ კაცო ესეთი შენ გინაცო ნუ აი აქ არის რა ახლა მოდი ვთქვათ ახლა ხო შეიძლება ვთქვათ რა ვჭამეთ ხო რო კიდე ერთი არის ხო ნუ ესე იგი გუდის ყველი ვჭამეთ კი ხბოს მწვადი კეცე ბატკნის ჩაკაფული ქათამი ბაჟეში ძვალგამოცლილი მეგრული კუპატი კალმახის ხიზილალის соусით ბატკნის მწვადი ტოლმავაზის ფოთოლში თაშმიჯაბი პიცა კვადრო ფორმაჯო კაბაბი ხინკალი რაზული ხაჭაპური კოქტეილები რო აღარ ჩამოუყვეთ აღარაფერი ლუდიც დავლიე აი მოკლედ ობიექტს ჩემგან 100 ქულა და რაც თავარია ჩემო შუზო როგორც შენ თქვი ჩემო ძმაო თბილისიდან ზუსტად 12 წუთში რა წეროვანი გზაზე მარჯვენა მხარეს დახვდებათ ეს არაჩვეულებრივი ობიექტი რა ვიცი რა პავილიონი გარდენი არ დაგეზა რომ წამოვით кайფური ჭამეთ ხალხო რა დამიჯერით აბა ჰე თქვენ იცით ადგილი უცვლელია პასუხზე საფრთხე ახლოვდება და შესაბამისად ამის კოქტეილების ფართო არჩევანზე ეს არის ჩვენი საქმე კოქტეილი მედუზა რომელსაც გავაკეთებთ სანამუშევარს დავუკვირდით ახე რა ხდება როგორც ამერიკის პარლამენტი ეხლა ნახეთ რა თემა იშლება რა არა მხოლოდ კერძები არამედ ჩვენ სასმუზეო შემოძალეთ აუცილებლად რა კარგი ვინო კოქტეილი ჩვენთან ყველაფერი გემრიელია გენაცო აშკარად გეთანხმები ეხლა თუ შეიძლება აი ეხლა ამას ესე ერთი წამი დამელოდეთ შენზე შევნა გადაკარა ეს თქვენ დაგასინჯოთ რა გამოვართვით მადლობა უცებ არ გადავარდეს კაცო არა თუ შეიძლება შეგვიფასეთ ჩვენი კოქტეილი ყველა ბიჭო ესე იგი ზურგზე არ დაეცე შეზო აუ იაგერის სუნი ვიგზენი ეგრე მოგდალეთ ეს ვეგეტარიანობა შეგვასეთ ნამუშევარი აუცრება კაია ძალიან მაგარი ხო მაგრამ შენ ეხლა ამას ვეთქი პატარა თოკი უნდა გამოგიბადო არ გადაგწევ აი ხარეთ შეგეძლოთ ეს არის ეს კონკურსი ამას ხო გამომიჩო ბოკეტს ესე ყველა აუ რა სუნი წამოიღო ნახე ო მაგარი ან კივის соуსი თავშივე გვითხრა ჩვენ და დამაინტერესა ეხლა სხვადასხვა ამბებია ხორცეული თევზეული რაღაც მე გელოდები რომ ერთად მაინტერესებს რომ ისკულა რა გემოვნე აქავა ნუ არომატი ეხლა კიდე ერთხელ ვიძახე ერთ შენიერ დღეს ალბათ ტექნოლოგია მივა იქამდე რომ
ტელევიზიით არაფერი არ გვეგონა ხო აი რაღაც გადაიცემა შეგძლივები და ამაზე ჩაწერდა და იქნებ ტელევიზორიდან რომ დიახ ეს ის არის თაშმი მოდის და მოდის აჰა ეს მოსკეცი ხო კეთილ ნახეთ შეაფასე და თაშმიჯაბი აგე ხბოს ხორცის სირბილეზე ვარ შოქში ხო ჩემთვის ახლა არსებობს რესტორნები და ყველასთვის ცნობილია და ადგილები როცა რაღაცა სხვა საკვებს აჭმევენ და რაღაც ეთყობა რა არა გაყინული მე რომ მოიტანენ ფერზეც ეთყობა ამას იმდენად ჩვილი ხორცია რა ჩვილი რბილი რომ აქაც კახური უნდა მოვიშველიო ტერმინოლოგია და აი როგორ ნიგოზი იგეთი აი დნება პირში და ამიტომ ეთყობა რომ აშკარად ზრუნავენ ჯანსაღ პროდუქტებს რა მე ხა რას გეუბნები უყურე წესით აი ეს ამბავი თაშმიჯაბი და ხბოს ხორცი კეთზე უნდა კომბინირებდეს რა როგორც ხომი და ხარჩოს ვიჟენია აბა ერთად დააგებდნენ ეს ბატკრი ჩაკაფულიც უნდა გავსინჯო აი პურმალი და თამადა გვაკალია თუ ისა პურმალია და თამადა გვაკალია მე ამაზე ვერ ვიტყვი უარს ვაუ რა კაი კაცი ხარო დამპატიჟი ბევრი არა იმიტომ რომ მართლა ბევრი მომივიდა ეს საკმარისია დასაგემოვნებად წინას არ შევარჩევ ხოლმე ნო და დაგიძახებ კი კახეთშიც ხო ხარ ფარდართული აუ გეუნები რა კახეთში ეხლა ვიღაცა იტყვის რომ დასხდნენ რა და სპეციალურად ყვილიან აჰაჰა უბრალოდ უნდა მოხვიდეთ ნახდათ უნდა გასინჯოთ ეხლა ყველანაირი გადაჭარბების გარეშე ვიძახი იმენა მაგარი გემრიელი თოხლებია რა აი მაგარი ეხლა გაპრანჭების გარეშე პირველი რაც არის მნიშვნელოვანი როგორც სახში დაგიმზადოს აი ო რა სახლის ხელი ეთქო ხო და რაღაცა გემოები ყველა რაც გავსინჯე დიდი მადლობა რა აქაურობას ესე იგი ეხა იმისი არ იყოს ბირჟაზე როდგანან და ვიღაცას მოასვენებენ გესმის და ვინ არისო ერთი კითხულობს და ეგ არის შეკაცი სპორტსმენი კაცი იყო მაგარი ჯანსაღი ცხოვრება არ ეწეოდა ქალები შედადიოდა არ ჭამდა არ სვავდა ურთხილდებოდა მარტო ციციბურაზე იყო გაატარეს მეორე მოყავთ 15 წუთში რა ეგ ვინ ეგო ჩვენი მიტვაო ჭამდა მაგას აჭვენესო გემრიელად ცხოვრობდა ეწეოდა ქალები საყვარლები ცოლები და აი ეგ დაი გარდაიცო რა მადახიდა სას და 15 წუთში ყოფილა სხვაობა წამოდავლიოთ მაგის და ეგ არის რა 15 წუთიაში სხვაობა და უნდა მომბზანდეთ დალიოთ აი დრო გაატაროთ და მიირთვათ უგემრიელესი კერძები რა აბა ჩაკაფულზე გავიწიოთ გავიწიე და ნახე მე უკვე მივხედე მაგ ამბავს ეხლა მაქსიმალურად ვცდილობ რომ ზრდილობიანად ვჭამო გესმის თორე ეხლა რამე დაიცე პურები ჭამე კაცო ეგ ერთი გადაცემა არის მიეცი ხავს სრული თავისუფლება აქ არასოდეს არ ვიბრანჭები ხოლმე მე ჭამის დროს როგორც სახში ვჭამ ისე მაღაზიის ფოთოლში ვა კიდე რაღაცები ბონუსები მოდის და ხოლმე არ გითხოვ თქვენ და უცებ გაჩნდა მოდი ამ ეს ტოლმა ამავე თემში რო გავსინჯო როგორ გეგადრებ არა ჩვენთან ეს ვერ ჩავჭერი ხედა გეგე სულხანიშვილის მამას ქონდა კაი ტალავერი რა გარდაიცვალა ეხლა და ამან არც გასხლა არაფერი და ეს ფოთოლები გავიდა და მეზობელი ჩამეურის თურმე ყოველდღიას და გაყიდავს ამ ტალავერს და ესე შევა და შეაღონა რა ერთი თვე და გარეთ გასაგონა ხო რატო არ უვლისო რა ეს ფოთოლი გამოიზარდა გაიზა ერთის მერე დახვდა კარებთან გეგი და რო დაიწყო რა მე ვინო არ მიყვარს მე ტოლმა მიყვარს ვაზის ფოთოლში და ფოთოლები აი ეგ არის და ამასაც გავსინჯავ ეხლა რა და ეს აუცილებელი ამბავია არა ბატკანის ხო არამეა მე თან ეხლა მაგარი სეზონია ხო ხვდები ხა რა მე ამ სეზონზე ესეთი გემრიელი ბატკანი არ მიჭამ
ჩამოიარა ჩაკაპულებმა აღდგომის მერე ბევრგან მომიწია გასინჯვა, მაგრამ თემა რა არის, იცი რომ ეხლა მოსასწრები და გასასინჯი კერძი არის ეს. მოიცა? ან განახოთ როგორ გამოიყურება. ჩემი საქმე რომ ხუთიანზე შევასრულო, მაგისთვის. აი სტოლმა ესეთი უცნაური ის დაждებს. გემოები. რა ვიცი რა. მოდი გინდა ცოტა ხა მე გადავიღებ და გადმოჯებ. მახრა გეუბნები. აბა. აუყოთ ტოლმას ერთი. მაგრები არიან. პელები არიან. ბრავო. იორი რაღაცა ფინზი. ბრავო, ზარეულს ბარავ რესტორანს და რაღაცები დავიჭირე და ვაა. კაი აღარ მინდა, აღარ შემიძლია. პლუსი 100,000. კიდე უნდა მოვიდეს რამე? რაღა უნდა მოვიდეს, აღარა გვაქვს თავიდან. 1-2 კვირის წინ ვიყავი, ზომხეთში იქაც ჩავწერე გადაცა. ხო. იქაც მომიტანეს, მაგრამ აი სასწორზეც არ დავდებ იქითაც. ისეთი მაგარია. ვატყნის წვადი არის მაგარი სეზონი ახლა ამისი. ეხლა ვიავიდებ. გადაიღე მოდი ახლა ეს თუ გინდა ესე და GoPro-თი. ხო ჯერ სისავსე გადავიღოთ მართალი ხარ? არა დღეს ისე გემრიელად ჭამთ რომ გვავიწყობ რა. ეგრევე რომ მოდის კერძი, ეგრევე ვიღოთ. აჰა, ეს არის ჩვენი ბათკანჩიკი, ნახე. რა თემაა. მაგარი. აბა შევესიეთ. შენ იცი რომ მე აღარ შემილია? მარტო უნდა უყურო, აბა კაცო ესეთ რაღაც. არა, რაღაცნაირად უნდა შევეცადო რომ პატარა ნაჭერი ავიღო ხოლმე რა. აბა ხორცი როგორ დამემორჩიო, ხო. რათ უნდა ჩანგალი რო ჩაარჭე, ხო წავიდა ბოლომდე, გაიარა. აბა ეგრევე, დამემორჩილა კი არა? ვიდეო პატრულის ოპერატორზე ცუდი საქმე აქ იცოდე. დაჭავებული ვარ ხო მე ძალიან გემრიელი, ნუ არ ვიცი რა. ხორცი. თან ეხა გეტყვი თემას რა. ხორცი იმისათვის რომ ესეთი რბილი იყოს, ცოტა სამზარეულოს რაღაცეებში ჩავიხედ. ამარინადებენ. რომ ესეთ კონსისტენციამდე მიიყვანო და მე მარინადის რაღაც სუნელების გემო და ეხა ამას მარინადის რა ანუს ასტარონი გემოები გააქვს პირში რომ ჯაო ესე იგი ცოცხალია ახალია ხო რომ მარინადი აღარ ჭირდება პირდაპირ ეგრევე იმოშვება შენ ეხა ის მითხარი შენ ხო ჩვეულებრივად კლასიკურად გევასება მწვადის ჭამა ყოველგვარი საწებლის გარეშე ხო ბრა მე კიდე წერა ხო გითხარი მოთხოვნული ხორცი არ უყვართ კახეთში აი იცი რა მე გეტყვი პირველი შეტევის მერე აი ნახევარი შოთი რო გაქვს პირში და ეგეთი გემრიელი მწვადი ო გაძიძგნი და დააყრი ერთი 4-5 ნაჭერს რო შეჭა აი პირველი ამოსვენთვის მერე შეიძლება რომ ღვინოსთან ტრუპის დროს რომ აი გაუსვა ტყემას რომ დიასახლის არ ვაწყედინო რა და ეს არის ჩვენი საფილმო დაკებილი ხინკალი დავიგემოვნეთ არის ხოლმე საქონლის ხორცით უმწამილო და ხილი რა ამას გასინჯავ მე ამის უნდა ჩამოხვიდიო ეს არის ნეგრული კუპატი გაშლილი ჯურჯანი ქვია მაგას ნეგრულად რომელიც ჯურჯანი ხო ჯურჯანი კი ბატონო ნახო ასეთი ვიზუალის მერე მეც გადმომიღე მაგას შევჭამ ხო და შეიძლება ტყუილი სუპი და მომიდეს და ჭამდა გამომყვანო და ეხლა კიდე ყველა პარაკს აღარ გვაცია ლაზური ხაჭაპურის გასინჯვა რომელიც თქვენ უკვე დაგემოვნებული გაქვთ გამოვში აღარ შევილია ხალხო გემრიელია ყველაფერი გეუბნებინო როგორ აი ჩემგანა გაქვთ 3 ჰო აჰა, ემას უნდა მოასხა ცოტა. საოცრება.
მე არ მიყვარს ტრემალი. ამას უხდება ძალიან იმის ამიდური საწელი. საქართველოს კუთხეებში ვიარეთ, ფაქტურად. მართლა გაგვაკვირვეს მე. აქტიურად გამოვედით ტრასაზე, ავტობანზე და ეგრევე გავჩერდით. გაოცებული და შაღონებული. საქართველოს შემოვიარეთ. და იტალიაში ვიყავით. აბა. აჰა, ესეც ჩემი სრულდა, ნახე. ვინ დაქტოვებდა ახლა ისე? ესე იგი თევზის მიმართულებით, ხორცეულის მიმართულებით, ცომეულის მიმართულებით არის აოცრება რა, ყველაფერი. ოჩა, საქართველოს მასშტაბი. ეს არის ჩვენი სამყარო კერძი, რის გამოც ჩვენთან ხდება ნამდვილად და გემრიელად ვერითვით. დიდი მადლობა თქვენ შემოგევლეთ. უგემრიელად მე პირველად აკაურობა მომეწონა ყველაზე ძალიან. ესა? კაბაბი, ხინკალი და კიდე ფაშმიჯაბი და ბევრი რაღაცები გავსინჯა სხვადასხვა, მაგრამ ლაზურის გავსინჯა. ანუ ესე იგი კიდე ბევრი რაღაცები. ახლები უფრო მეტია ეხლა. მოხდება ნამდვილად. მადლობა. შეიძლება ამას პირდაპირ დაძევიდან. ოპა. მე რო ესე მიყვარს. იცი რა არის? აჩა გაოცების ვარიანტები გამითავდა. აღარა მაქვს. ხო არა, ნუ მე შემიძლია ფინალისკენ თუ ვარ თქვა რომ კიდევ ერთხელ ჩემ ძვირფას ადამიანებს ვისაც ეს ჩემ შემოქმედება უყვარს და პატივცემს ასე თქვა ჩემ გემოვნება შემოქმედებაში ყველა მიცის რომ პირის გემოც კარგი მაქვს. უბრალოდ თამამად შეგიძლიათ გითხრათ რომ ნამდვილად მენდეთ დიდი მადლობა შონზოს რომ მომიწვია და მივხვდი ძალიან მაგარ ადგილას არ ყოფილვარ თურმე და ცოდნოდა ეს ადგილი მე აქ ვარ ჩემ მეგობრებს გადავცემ გადაეს თქვენ მეგობრებს რომ ეს არის რა ვიცი საოცრები მაშ გიორგოვის თვეში რო არის 50 ელათი ბიჭოს და გადაეს დარდა აქ პირი გადაეს რომ აქ მოისულება მოვიდეს ყველა უწუწულები არ ჭირდება პირდაპირ მიდის აია ნახოთ ეს არის ხილი ხა ზუსტად ისევის არის ზუსტად ისევის არის გემრიელს მწვანილო თქვენას ხინკალს მატებაა ეს არის არქაული პაკეტი რომელიც აჰა გემრიელია ძმო ანუ 10-დან და ბაბადან რომ მოდის ისეთი ხინკალია სანამ ჩეკი მოვა იმიტომ რომ ჩეკს რო დახედო მე შეიძლება აზრი რაღაცებზე შეგეცვალოს ეხა აი სუფთა აზრი ყოველგვარი ჩეკის და ჯიბის გარეშე ინტერიერზე სუფთა აზრი სერვისზე და მომსახურებაზე სუფთა აზრი გემოებს ნუ ინტერიერი თავიდანვე ბევრი ვისაუბრე რომ ეს არის არაჩვეულებრივი გარემო შტაბეჭდება მრჩება რომ რომელიმე თეატრის კარგი მხატვარი მოიყვანეს და გააკეთეს შეიძლება ასეც არის არ ვიცი მაგრამ ძალიან გემოვნებიანად ის რა გადატყლარჭულიც რო არ არის და ეს ზუსტად იმ გარემოს რაც კი ბატონო ნუ ეხა ამაზე გადაცემის ხელობის დროს ისეთი რეაქციები მქონდა რომ რა ვიცი არ მგონია რომ ვინმე შეჭვი შეეპაროს ვერანაირად ვერ ვითამაშებ მაღალი დონის სერვისი კიდე ერთხელ ხას უსვა ოჯახთან ერთად მეგობრებთან ერთად მოვბრძანდით ის სიამოვნეთ და აუცილებლად იტყვით რომ ვენაცვალე შენზოს და პატასო გაირჩევა მოგცესო ზარეულს აუცილებლად გადავკოცნი რო წავალ და ვეტყვი რომ დიდი მადლობა ასეთი გემოვნებიანი გემრიელი რა ვიცი აი ჩემი მხრიდან ნაკლი არა აქვს გენასვლა კაი ეხა ვარაუდის ამბავი თქვათ და შე უკვე მე მოვთხოვოთ ჩეკი რას ვარაუდობ დაახლოებით მოზომილად იმიტომ რომ
ქალაქგარეთ თუ არ და ქალაქგარეთ ქალაქზე იაფია. ბევრი არ ლაპარაკო 200 ლარის ფარგლებში ვფიქრობ რომ უნდა იმერყეო სამან. რატო ახლა ნახე არ არის იაფი თევზი არ არის იაფი ცხვრის ხორცი განსაკუთრებით ცხვრის ხორცი სულგუნი კუპატი აი რომ იყიდო ესენი და გაამზადო ინგრედიენტები ძვირია გესმის იგივე ნუ კაკალი დაუშვათ ასე თან ახლა ეს ხო არ არის რაღაცა 1-2 კაი ჭამენ მაგასა გვეყოდა ვჭამეთ ხო შევესიეთ კარგად აი 250 მაქსიმუმი 200 მინიმუმი კარგი აბა მოვითხოვოთ ჩეკი ესეც ასე ლამაზად გაფორმებული ჩეკი და გავარტყი ბიშტი შენ ჩემო რატო მეური გული არ გავა ვალა რას მეუნები მანახოთ 128 ლარი ნუ რა ვიცი აბა ეხლა კახურად უნდა გითხრათ ვინც არ მოვიდეს აქ არ ვიცი რა ხუმრობით რა თქმა უნდა ჩემო ძმებო დაიკოებო კარგო ადამიანებო შვილებო რა ვიცი 128 ლარი მე დაგპატიჟებ კაცო ესეთი შენ გინაცვა ნუ აი აქ არის რა ახლა მოდი ვთქვათ ახლა ხო შეიძლება ვთქვათ რა ვჭამეთ ხო რო კიდე ერთი არის ხო ნუ ესე იგი გუდის ყველი ვჭამეთ კი ხბოს მწვადი კეცე ბატკნის ჩაკაფული ქათამი ბაჟეში ძვალგამოცლილი მეგრული კუპატი კალმახის ხიზილალის соусით ბატკნის მწვადი ტოლმავაზის ფოთოლში თაშმიჯაბი პიცა კვადრო ფორმაჯო კაბაბი ხინკალი რაზული ხაჭაპური კოქტეილები რო აღარ ჩამოუყვედა აღარაფერი ლუდიც დავლიე ვინოს დავაგებო მოკლედ ობიექტს ჩემგან 100 ქულა და რაც თავარია ჩემო შუზო როგორც შენ თქვი ჩემო ძმაო თბილისიდან ზუსტად 12 წუთში რა წეროვანის გზაზე მარჯვენა მხარეს დაგვხვდებათ ეს არაჩვეულებრივი ობიექტი რა ვიცი რა პავილიონი გარდენი არ დაგეზარო წამოვით кайფური ჭამეთ ხალხო რა დამიჯერით აბა ჰე თქვენ იცით ადგილი უცვლელია